მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხიტიჯი ჩენელი და დღეს მე წარმოგიდგენთ ჩემს მორიგ ვიდეოს. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დავდეთ ბოლო ვიდეო, რომელიც იყო PUBG Mobile-ის აკაუნტის განხილვა. არც თუ ისე საინტერესო ვიდეო გამოვიდა ჩემთვის, მაგრამ ჩემდა სახარბიელოთ აიღო საკმაოდ კარგად ნახვები, ლაიქები, ასე რომ გადავწყვიტე, რომ ეს რამოდენიმე თვიანი პაუზა ზუსტად პაუზაში არ გამეყვანა და მინი ვიდეო მაინც გადამეყვა. ჩემი ბოლოს ეტაპის ვიდეოდან გავიდა თითქმის 3-4 თვე, ასე რომ საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა ჩემს ეტაპმა, დიდად ასე რომ ვთქვათ ძლიერი არაფერი, მაგრამ მარტივი რაღაცეებით, ასე რომ მაინც ვცდილობ რომ გადავიღო და ასევე ამ ვიდეოში გეტყვით იმ სიახლეებს, რასაც ვაპირებ სამომავლოდ. სანამ ეხლა განხილვაზე გადავიდოდეთ, ვიტყვი რომ საკმაოდ მალე, დაახლოებით 10 დღეში მოგვარდება ის პრობლემა, რის გამოდაც ვერ ვიღებ Xbox-ით gameplay-ის. ის კონკრეტული პრობლემა, რაც ამაში ხელს მიშლის, ეგ ძალიან მალე მოგვარდება, ხოლო მაქამდე იყოს ეს ვიდეო. მოგდეთ დავიწყეთ, ახლა მივუახლოვდეთ და აი ესე ძალიან მარტივი დიდი არაფერი, მაგრამ მოდი განვიხილოთ. პირველ რიგში ჩვენი მაუსპადი ისევ და ისევ ჩვენი HyperX-ის მაუსპადი, ძალიან კარგი და ხარისხიანი მაუსპადი, მაუსისთვის, ყველაფრისთვის, ზომაშიც იდეალური არის, ყველაფერი ეტევა. დამატებითი დივაისები მაქვს, იმათაც ძალიან კარგად იტევს და მოკლედ ამ მაუსპადით მარტივად რო გითხრათ, კმაყოფილი ვარ. ეხლა გადავიდეთ ჩვენს მაუსზე, ისევ და ისევ ჩვენი Attack Shark-ი, ძალიან გიჟი მაუსი, სწრაფი, ძალიან კარგი, როგორც წინა ვიდეოში მქონდა ეს დაკავშირებული კაბელით, ეხლა კი მაქვს უკაბელო რეჟიმზე დაკავშირებული, ჩვენი თავისივე ადაპტერით, ეს ბოლომდე დატანილი ძლებს დაახლოებით 3-დან 4 დღემდე, ხოლო შემდეგ დაახლოებით 3 საათი სჭირდება რომ ბოლომდე დაიტენოს და ისევ 4 დღეს გემსახურებად ძალიან კარგად და რავი. იმედებს არ გაგისურვებთ სიმართლე რომ გითხრათ და ძალიან ლამაზიც არის მე თუ მკითხავთ. კარგი, ეხლა კი გადავიდეთ ჩვენს კლავიატურაზე, ისევ და ისევ GDL-ის კლავიატურაზე ვზივართ, ჩვენი blue switch-ებიანი კლავიატურა ძალიან ხმაურიანი. ეს უკვე ძალიან twins ბურღავს სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გამოცვლა არ მინდა, ძალიან მომწონს ეს ერთმანეთში შეხამებული ყველაფერი, ახლა ჩამქალ შუქში ვიღებ და კიდევ ფერებს დიდად ვერ ხედავთ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ძალიან უხდება ეს ყველაფერი ერთმანეთს, ხო? ეს მოუდები წინა ვიდეოშიც მაქვს ნაჩვენები, რა რეჟიმებიც აქვს. აი ესეთი რეჟიმები აქვს, მოკლედ ნაწყენს არ დაგტოვებთ ეს კლავიატურა, ვინც შეიძენთ. ძალიან კარგი იქნება. ფასებსაც ამ ვიდეოში ვიტყვი ასევე ფასებს. კლავიატურის ფასი დაახლოებით არის 100 ლარამდე, მაუსის ფასი 50 ლარამდე რა. 50-60 შეიძლება ფასდაკლებას იყოს და უფრო ნაკლებადაც კი შეიძლება ეგ უკვე გამართლებაზე არის. კარგი. გადავიდეთ ახლა უკვე ჩვენს აი ამ დეკორაციაზე, აი ამ საათზე. ძალიან დიდი ხანია უკვე რაც ჩემთან არის აი ეს ჩემი ესე ვთქვათ პატარა მეგობარი. აი სულ ამით ვიყურებ საათს, აი დიდი ხანია უკვე გვერდზე რომ ტელეფონი კიდევ რაღაცა არ შემიხედავს ეგრევე წინ მიდევს. საათს ვაკონტროლებ რა, აი 22 დაჯდა და რავი. ძალიან მოსახერხებელი არის იმ ფასში რაც გადავიხადე. ალბათ 20 ლარიც არ ღირდა. ეს თემუზე ვიყიდე 20 ლარიც, ხო ეგრეც არ ღირდა. აი ამ განათებაში ძალიან მომწონს, რავი. თუ იყიდით, უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ, ხო? მაუსპადის ფასის თქმა და მოვწდა, მაუსპადი ღირდა 35 ლარი კონკრეტულად ეს ზომა, ხოლო პატარა მინი ზომა დაახლოებით 10 ლარამდე ღირს. კარგი, ახლა ისევ ესეთ რადგან დავიწყეთ ესეთი მინი დევაისები, გადავიდეთ ჩვენს ახალ დევაისზე, რომელიც აი ესე Xbox-ის უკან იმალება, ეს არის USB ადაპტერი, თვითონ ერთი USB დაერთებ და 5 USB პორტს გჩუქნის ძალიან კარგად და თავისუფლად, რაც ძალიან მაგარი არის, ესე ლამაზად ანათებს. ჩვეულებრივად შეგიძლია რომელსაც არ იყნების გათიშო და რავი. ეს ძალიან მეხმარება. კარგი, ეხლა კი გადავიდეთ უკვე ჩვენს აი აქ მდებარე მოწყობილობებზე. ეს დიდი არაფერი არ არის მეგობრებო, ეს არის აი ამ მაუსის ჩარჯერი. როცა მაუსი დაждდება, აი აქ დადებ და ჩვეულებრივად 3 საათში ბოლომდე დაგვიტანის, ხო? აქ მაქვს ყველაფერი ერთ USB გადამნაწილებელზე დალაგებული, თორე იმდენი დევაისი მაქვს უკვე მოგროვებული, რომ cable management-ი დიდად მეც არ მომწონს, ასე რომ ვიკავებ თავს დღის შუქზე გადაღებული ვიდეოებისგან, რადგან თვალში თქვენ ცუდად არ მოგხვდეთ. კარგი. გადავიდეთ ჩვენს აი ამ დამატებით მოწყობილობაზე. აი ეს არის ესე რომ ვთქვათ ელემენტების
თავიდან ისევ დამტენი, როგორ თქვა. დამჯდარ ელემენტებს მოკლედ აი აქ ჩადებთ და ტენის ისევ და თითქოს ახალი იყიდეთ, ეგრე გამოიყენებთ, ოღონდ უნდა იყოს შესაბამისი ელემენტი და ეს რისთვის მჭირდება? მჭირდება ჩემი Xbox-ის კონტროლერისთვის, რომელიც მუშაობს ელემენტებზე wireless mode-ში, რომელზეც ახლა ვისაუბრებ. ისევ და ისევ ამ კონტროლერზე არ დავიშურებ სიტყვებს. Next Gen კონტროლერი თუ გინდათ, უნდა იყიდოთ ეს Series X-ის და Series S-ის კონტროლერი. ვიბრაცია, შეგრძნებები, აი ამ კონტროლერს არაფერი არ ეშლება მეგობრებო. მithumetes impulse-ში რაც ღირს 120 ლარი ღირს დაახლოებით და ვისაც ბიუჯეტი არ გყოფნით რომ იყიდოთ, თუნდაც, რავი, ძალიან ძვირადღირებული საჭე, იყიდეთ აი ეს კონტროლერი და უკმაყოფილოს ნამდვილად არ დაგტოვებთ. ესე რომ ჩემი რეკომენდაცია ამ კონტროლერს. კარგი. ეხლა კი გადავიდეთ ჩემთვის ძალიან არასაყვარელ დეტალზე. ჩემს ყურსასმენებზე, ისევ და ისევ ასეთ ბანძ ყურსასმენებზე ვარ. ნამდვილად, იმიტომ აქვს ეს შეერთებული, რომ აქვს თავისი მიკროფონი და მიკროფონი უბრალოდ Discord-ში ლაპარაკობ მჭირდება. სულ მალე ჩამომივა ახალი ყურსასმენი, რომელსაც ახლა ახალ სეტაპის ვიდეოს ნამდვილად არ გადავიღებ, უბრალოდ short-ად დავდებ ან პატარა პოსტს გავაკეთებ, ეთიც გაჩვენებთ იმ ყურსასმენს. რა, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ყურსასმენი არის ეს. ესეც ასე მეგობრებო, მგონი განსახილველი დიდად არაფერი არ დარჩა, გარდა ჩვენი მონიტორისა და მონიტორზე ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა. ისევ და ისევ ეს მონიტორი გვიდგას, რომელიც აი ეს ვერ მოვიშორე. აი სულ ვამბობ მალე გამოსვლი, მაგრამ ყოველთვის მავიწყდება და რავი. კარგი, დავიკიდოთ ჩვეულებრივი, როგორც იცით, 60 ჰერციანი არაფრით გამორჩეული მონიტორი არის. 60 ჰერციანი HDMI-ით მაქვს დაკავშირებული ჩვენი Xbox-ი და რავი. თავის საქმეს აკეთებს თქო, ამის თქმა შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ მეც მე ამაზე არაფერს და ვერაფერს ვერ ვიტყვი ფიზიკურად. კარგი, ეხლა უკვე მივუახლოვთ ესე რომ ვთქვათ ჩვენს კონსოლს და აი კონსოლი კარგად არ ჩანს, მხოლოდ მისი კენათება ჩანს, მაგრამ აი კონსოლზეც და კონტროლერზეც შეამჩნევით ალბათ მაქვს ძალიან ლამაზი ფირი გადაკრული, რომელიც ძალიან ალამაზებს და უხდება, ეს დღის სუქრზე უფრო კარგად აისახება. და რავი, თავის default თეთრ ფერს ბევრად მირჩევნია ესე რომ ვთქვათ. კონსოლზე ბევრს არ ვილაპარაკებ ახლა, კონსოლი ალბათ ყველა ამიცით რომ არის იდეალური კონსოლი, ახალ თამაშებზე თავისუფლად არანაირი შეფერხებით გააჩნია თუ გინდათ კარგი გრაფიკა, ითამაშოთ 30 FPS-ში, თუ არ გინდათ კარგი გრაფიკა და უფრო გინდათ ესე რომ ვთქვათ movement-ი და smooth gameplay, ითამაშეთ performance mode-ით 120 FPS-ით ეს კონსოლი არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით. ერთი ბლოგი კიდევ შეიძლება გადავიღო ამ კონსოლის გაწმენდის პროცესზე, რადგან საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც მემსახურება და გაწმენდვა რა თქმა უნდა სჭირდება და რავი, ესეც ეს. მგონი უკვე ყველაფერი მიმოვიხილეთ. ეხლა არც არაფერი არ დაგვრჩენია, უბრალოდ გაჩვენებთ რავი, თამაშებს გაჩვენებთ მოკლედ Xbox-ისას რა. ნუ აქ Roblox-ი რა თქმა უნდა, FIFA 26 მაქვს, Resident Evil 2 Revelation-ი, რომლის დახურვასაც ვიდეოებით აუცილებლად ვაპირებ, როცა უკვე მოვხოდავ ვიდეოს გადაღებას ჩემს კონსოლზე და ნუ ეხა უფრო განგიმარტავთ, რადგან დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ რა ხდება. თავის default 365-იანი მეხსიერებით Xbox-ი მხარს უჭერს მხოლოდ და მხოლოდ 4 წუთის გადაღებას და 4 წუთში ვერანაირ ვიდეოს ვერ გადაიღებ, ასე რომ ეხა მაქვს ნაყიდი ის დეტალი, რომლითაც ახალ მეხსიერებას დავუყენებ ჩემს Xbox და უკვე შემეძლება რამდენი ხანიც მინდა იმდენი ხნიანი ვიდეო გადავიღო, ასე რომ ამ თამაშს აუცილებლად დავხურავთ და ასევე Fortnite-ის ვიდეოები და სტრიმები აუცილებლად იქნება და ასევე აი ეს თამაში Vigor-ი, რომელიც რავი, ძალიან მომწონს ჯერ მარტო ტრეილერებით და როცა ვითამაშებ ალბათ 2-ჯერ უფრო და 100-ჯერ უფრო მეტად მომეწონება და აი ამ თამაშსაც აუცილებლად იხილავთ, ასევე იხილავთ PUBG Battlegrounds, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ონლაინებ ჩემს მეგობრებთან ერთად, ასე რომ გამოვიწერეთ არხი, ვინც ახლები ხართ, არ გამოგჭეთ შემდეგი ვიდეოები, ასე რომ ასევე ნახეთ ის ვიდეო, სადაც მაქვს ჩემი Brawl Stars აკაუნტის გათამაშება კარგად, ესე ვთქვათ, წარმოჩენილი. ვინც არ იცით, აქვე ვიტყვი, რომ 500 კმ-ზე ვათამაშებ 45100-იან Brawl Stars აკაუნტს, ქვემოთ ჩასკროლეთ, ვიდეო ნახეთ. მაგაზე ბევრი ლაპარაკს ახლა აღარ დავიწყებ, რადგან თითქმის ყველა ვიდეოს აღწერაში მიწერია მაგის ყველანაირი განმარტება, ასე რომ
სულ ეს იყო მეგობრებო, მე მგონი ამ ვიდეოთი ჩემი სეტაპის მინი განახლებებიც გაჩვენეთ. ეს არის 2026 წლის ბოლოს ეტაპის ვიდეო. შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღარ გადავიღო ჩემი სეტაპის განხილვა, მაგრამ მაინც რაც იყო, მინდა რომ გცოდნოდათ და არც მინდოდა რომ არხზე ძალიან დიდი პაუზა გამოსულიყო. ეხლა კი აქედან დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ნახვამდის.